ვის არ უყვარს გამოცნობანას თამაში. დღეს ამაში ხილი და ბოსტნეული დაგვეხმარება. თუ პირველად გვიყურებ, უცებ აგიხსნი თამაშის წესებს, დააკვირდი ილუსტრაციას და ეცადე დაიმახსოვრო თითოეული მათგანი, რადგან მოგვიანებით ერთ-ერთი გაქრება და თუ გამოიცნობ გამქრალ ხილბოსტნეულს, აიწიე ხელი და უთხარი მასწავლებელს. ახლა კი უცებ გეტყვი, რას ფიქრობს ბროკოლი. დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ, მათ ცუდი მეხსიერება აქვთ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ჯანსაღად იკვებება. თუ უცებ დაფიქრდი, რომ ჯანსაღად არ ვიკვებები და ვაი თუ წავაგო, ავოკადო გაგამხნევებს. ამათმა ხომ ვერ ისწავლეს ბავშვობთან წესიერად საუბარი. არი დარდოთ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივათ. ხო და მოტივირებულებმა მოდი დავიწყოთ თამაში, მოიკრიბა ყურადღება. 10 წამი გაქვს იმისთვის, რომ დაიმახსოვრო. 3, 2, 1 და აი ვნახოთ. მოდი შევხედოთ სწორ პასუხსაც და ეს არის პომიდორი, იმედია, კარგად დაიმახსოვრე, ახლა კი შემდეგი. ისევ 10 წამი გაქვს დრო. 3, 2, 1 დრო ამოიწურა და ვნახოთ. მოდი სწორი პასუხით შევამოწმოთ და ეს არის მარწყვი. ახლა მოემზადე და გავაგრძელოთ თამაში. 3, 2, 1 და ვნახოთ, რომელი გაუჩინარდება და იმედია გახსოვდა მისი სახელი და ეს არის ბოლოკი, რომელიც ძალიან სასარგებლოა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. გავაგრძელოთ თამაში. ისევ 10 წამი გაქვს და მოემზადე ყურადღებით. 4, 3, 2, 1 დრო ამოიწურა და ვნახოთ. ასევე ძალიან გემრიელი და სასარგებლო ბადრიჯანი გაუჩინარებულა. იმედია გამხიარულდი, ალბათ ჩვენც უფრო ხშირად შეგვიჭამ და არხსაც გამოიწერ, ასე ფიქრობს სტაფილო. ახლა კი თამაში ცოტათი გართულდება და მოემზადე. მეტად რა იგულისხმება გართულებაში. დრო ისევ 10 წამი გაქვს. 3, 2, 1 დრო ამოიწურა და ახლა 2 მათგანი გაუჩინარდა. დიახ, ეს იყო მოცვი და სტაფილო. და იმედია შენ შეძელი სწორად გეპასუხა. ახლა კი მოემზადე, დაიმახსოვრე და 3, 2, 1 და ისევ 2 მათგანი გაუჩინარდა. შევამოწმოთ სწორი პასუხი. დიახ, ეს იყო პორტოხალი და ავოკადო. გავაგრძელოთ, ბოლო რაუნდი დარჩა. მოიკრიბა ყურადღება და დაიმახსოვრე. 3, 2, 1 და ახლა სიურპრიზის დროა, 3 მათგანი გაუჩინარდა და იმედია შენ მოახერხე დამახსოვრება. მოდი ვნახოთ, რომელია ეს 3 მათგანი. პირველი არის ხახვი, შემდეგ ატამი და კიტრი. იმედია, გიყვარს ჯანსაღად ყვება. გირჩევ, რომ მოიძიო ინფორმაცია თითოეული მათგანის სარგებლიანობის შესახებ და გაუზიარო შენს თანაკლასელებს და ასევე იმედი მოქვს, რომ დროს ახალისად გაატარე. გამოიწერე ჩემი არხი მეტის სიახლისთვის და დროებით.